მათხოვარმა იპოვა მილიონერის შეუზღუდავი საკრედიტო ბარათი ქუჩაში და ის, რაც სთხოვა სანაცვლოდ მილიონერს ატირა. თბილისის აეროპორტში ხალხმრავლობა იყო, როცა თორნიკე ბერიძე, 30 წლის ახალგაზრდა კაცი მგზავრების ბრბოდან გამოვიდა. მას შავი, მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა და მუქი, ჩაფიქრებული თვალები, რომლებიც ოდესღაც იმედითა და სიხარულით იყო სავსე. ახლა კი ამ თვალებში მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება ჩანდა. პარიზში გატარებული 5 წლის შემდეგ იგი სამშობლოში ბრუნდებოდა, გულგატეხილი და დაღლილი, მაგრამ მაინც გადაწყვეტილი, თავისი ცხოვრება თავიდან დაეწყო. აეროპორტის გასასვლელთან მას თავისი ოჯახის წევრები დახვდნენ: მამა გიორგი, დედა ნინო და უმცროსი და მარიამი. გიორგი, მაღალი და ღონიერი მამაკაცი, ღირსეულად იდგა და ცდილობდა, თავისი სიხარული დაემალა, რომ შვილი სახლში ბრუნდებოდა. ნინო, მოხდენილი ქალბატონი ვერცხლისფერი თმით, ცრემლებს ვერ იკავებდა. თორნიკე, ჩემო ბიჭო, შესახა ნინომ და შვილს მოეხვია. დედა როგორ მომენატრე, უპასუხა თორნიკემ, დედას ჩაეხუტა და შემდეგ მამას გადახედა. გიორგი თავს უხერხულად გრძნობდა. მას და თორნიკეს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო მას შემდეგ, რაც თორნიკემ უარი თქვა ოჯახის ბიზნესში ჩართვაზე და სამზარეულოს ხელოვნების შესასწავლად პარიზში წავიდა. გიორგი ბერიძე, თბილისის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი მარნის მფლობელი, ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი ოჯახურ საქმეს გააგრძელებდა. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, შვილო, თქვა გიორგიმ მშრალად და შვილს ხელი ჩამოართვა. თორნიკემ ამოიოხრა. არაფერი შეცვლილიყო. მამამისი ისევ ისეთივე უკომპრომისო და მკაცრი იყო, როგორიც ყოველთვის. მადლობა, მამა. მარიამი, თორნიკეს უმცროსი და ძმას გადაეხვია. ისე მომენატრე. უნდა მომიყვე ყველაფერი პარიზის შესახებ. სად იყავი? რას აკეთებდი? როგორ არის ანუკი? თორნიკემ ტკივილით ამოიოხრა ანუკის სახელის გაგონებაზე. ანუკი გოგიტიძე იყო მისი საცოლე, გოგონა, რომელიც მასთან ერთად წავიდა პარიზში და რომელმაც გული გაუტეხა, როცა სხვა მამაკაცისთვის მიატოვა. ანუკი, ჩვენ აღარ ვართ ერთად, უპასუხა თორნიკემ მშრალად. ოჯახი გაჩუნდა. ნინომ შვილს ხელი მოხვია. მოდი, სახლში წავიდეთ. დაღლილი იქნები. გზაში ყველაფერს მოგვიყვები. ბერიძეების სახლი თბილისის ძველ მდებარეობდა, საიდანაც მთელი ქალაქის პანორამა იშლებოდა. ეს იყო უძველესი ორსართულიანი სახლი, დიდი ეზოთი და ვენახით. მანქანამ ჭიშკართან რომ მიაღწია, თორნიკემ ღრმად ჩაისუნთქა. ეს იყო მისი სახლი, მისი ფესვები. მიუხედავად ყველაფრისა, აქ ბრუნდებოდა, რათა თავიდან დაეწყო. სახლში შესვლისთანავე თორნიკემ იგრძნო ნაცნობის სურნელი, დედის მიერ გამომცხვარი პური, მამის ღვინო და ბავშვების მოგონებები. სამზარეულოში მაგიდა გაშლილი იყო, სავსე ქართული კერძებით. არ იყო საჭირო დაიწყო თორნიკემ, მაგრამ დედამ შეაწყვეტინა, რას ამბობ, შვილო? რა თქმა უნდა, საჭირო იყო. ჩემი ბიჭი სახლში ბრუნდება. თორნიკე მაგიდასთან დაჯდა და თავისი ოჯახის წევრებს გადახედა. მიუხედავად დაძაბულობისა მამასთან, ის მაინც გრძნობდა, რომ სახლში იყო. ახლა მითხარი, რა მოხდა ანუკისთან? ჰკითხა ნინომ, შვილს ხაჭაპური რომ გადაუღო. თორნიკემ ამოიოხრა. არ უნდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ იცოდა, რომ ვერ გაექცეოდა. ანუკიმ სხვა იპოვა. 1 ფრანგი შეფმზარეული. ისინი ერთად მუშაობდნენ რესტორანში, სადაც სტაჟირებას გავდიოდი. არ ვიცოდი, სანამ ერთ საღამოს სახლში ადრე არ დაუბრუნდი და ისინი ერთად არ ვნახე. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ნინომ შვილს ხელზე ხელი მოჰკიდა. ვწუხვარ, შვილო. ვიცი, როგორ გიყვარდა. გიორგი ჩუმად იჯდა, მაგრამ მისი თვალები ამბობდნენ, გითხარი, რომ ასე იქნებოდა. მაგრამ ახლა აქ ხარ სახლში, განაგრძო ნინომ. რა გეგმები გაქვს? თორნიკემ ღრმად ჩაისუნთქა. ეს იყო მომენტი, რომელსაც ყველაზე მეტად ერიდებოდა. მინდა საკუთარი რესტორანი გაუხსნა. თანამედროვე ქართული რესტორანი, სადაც ტრადიციულ კერძებს ახლებურად წარმოვადგენ. მსურს რესტორანი? შეაწყვეტინა გიორგიმ. თორნიკე, ჩვენ გვაქვს მარანი, ოჯახური ბიზნესი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. შენ ხარ ჩემი ერთადერთი ვაჟი. ვინ გააგრძელებს ჩვენს საქმეს? მამა, მე მზარეული ვარ. ეს არის ის, რაც მიყვარს, რაც მინდა რომ ვაკეთო. და ჩვენი ოჯახის ტრადიცია. ჩვენი მემკვიდრეობა. ნინომ ხელი ასწია.
გიორგი, დღეს არა. თორნიკე ახლა ჩამოვიდა. დაისვენოს. ამაზე მერე ვისაუბრებთ. გიორგიმ მძიმედ ამოიოხრა და თავი დაუქნია. კარგი. მაგრამ ეს საუბარი გადავადდა, არ დასრულებულა. მეორე დღეს თორნიკე ადრე გაიღვიძა. სახლში არავინ იყო. მან აიღო თავისი ჯინსი მაისური და გადაწყვიტა ქალაქში გასეირნება. თბილისი ძალიან მონატრებოდა. ის ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში დადიოდა, უყურებდა უძველეს სახლებს, ბალკონებს, ეკლესიებს. უცებ ერთ-ერთ ძველ შენობასთან შეჩერდა. ეს იყო ნახევრად დანგრეული შენობა, რომელიც, როგორც ჩანდა, უკვე დიდი ხანია მიტოვებული იყო. მაგრამ შენობის არქიტექტურა და მდებარეობა შესანიშნავი იყო. ეს იდეალური იქნებოდა, ჩაიჩურჩულა მან, რისთვის იქნებოდა იდეალური. გაისმა ქალის ხმა მის უკან. თორნიკე შემობრუნდა და დაინახა ახალგაზრდა ქალი, დაახლოებით მისი ასაკის. მას ჰქონდა გრძელი, მუქი თმა და ცისფერი თვალები, რომლებიც ცნობის მოყვარეობით უბწყინავდა. უბრალოდ ვფიქრობდი. რესტორნისთვის იქნებოდა იდეალური. ქალმა გაიღიმა. მართლა? საინტერესოა. ეს შენობა ჩემი ბაბუის იყო. მე თამარ კახიძე ვარ. თორნიკემ თვალები გააფართოვა. კახიძე. ეს ის გვარი იყო, რომელიც მამამისს ყოველთვის სიზღით ახსენებდა. ბერიძეებსა და კახიძეებს შორის მტრობა თაობებს ითვლიდა, თუმცა თორნიკემ არასოდეს იცოდა ზუსტად, რა იყო ამის მიზეზი. თორნიკე ბერიძე, წარადგინა თავი ცოტა დაძაბულად. თამარმა თვალები გააფართოვა. ბერიძე. გიორგი ბერიძის შვილი ხარ? თორნიკემ თავი დაუქნია. დიახ. იცნობ მამა ჩემს? თამარი ერთხანს დუმდა, შემდეგ კი ამოიოხრა. ჩვენი ოჯახები. კარგად არ არიან ერთმანეთთან. მაგრამ მე პირადად არაფერი მაქვს შენს წინააღმდეგ. ასე რომ რას აკეთებ აქ თბილისში? მეგონა საზღვარგარეთ იყავი. ვიყავი. ახლა ხან დაუბრუნდი პარიზიდან. მინდა საკუთარი რესტორანი გავხსნა. მზარეული ხარ? ჰკითხა თამარმა დაინტერესებით. დიახ. შენ? მე არქეოლოგი ვარ. მუშაობ ძველი თბილისის აღდგენის პროექტზე. ეს შენობაც ამ პროექტის ნაწილია. მართლა? ანუ ის აღდგება? ასეა დაგეგმილი, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა იქნება აქ. რესტორანი კარგი იდეაა. უცებ თამარის ტელეფონმა დარეკა. მან ეკრანს დახედა და წარბი შეიკრა. უკაცრავად უნდა ვუპასუხო? ჩემი მამაა. თორნიკემ თავი დაუქნია. თამარი ცოტა მოშორდა და ტელეფონზე ალაპარაკდა. თორნიკემ შეამჩნია, რომ საუბრისას ის სულ უფრო იჭმუხნებოდა. უკაცრავად თქვა თამარმა, როცა დაბრუნდა. უნდა წავიდე. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, თორნიკე. ჩემთვისაც, უპასუხა თორნიკემ. იქნებ ისევ შევხვდეთ? მაინტერესებს შენი იდეები რესტორნის შესახებ, თქვა თამარმა და თავისი ვიზიტკა გაუწოდა. თორნიკემ ვიზიტკა აიღო და გაიღიმა. სიამოვნებით. თამარი წავიდა და თორნიკე კიდევ დიდხანს იდგა იმ შენობასთან, ფიქრებში ჩაძირული. ის არ ელოდა, რომ დღეს კახიძეს შეხვდებოდა, მით უმეტეს ისეთ კახიძეს, რომელიც ასე მიიზიდავდა. მაგრამ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და თორნიკე მზად იყო ახალი თავგადასავლებისთვის. 3 დღის შემდეგ თორნიკემ გადაწყვიტა თამარს დარეკოდა. მან რამდენჯერმე აიღო ტელეფონი და ისევ დადო, ვიდრე საბოლოოდ გაბედა და ნომერი აკრიფა. გამარჯობა. გაისმა თამარის ხმა ყურმილში. გამარჯობა, თამარ. თორნიკე ბერიძე ვარ. თორნიკე. სასიამოვნოა შენი ხმის გაგონება, უპასუხა თამარმა და თორნიკეს მოეჩვენა, რომ მის ხმაში ღიმილი იგრძნობოდა. მინდოდა მეკითხა, ხომ არ შევხვდებოდით? იმ შენობაზე მინდა დაწვრილებით გესაუბრო. რა თქმა უნდა. დღეს საღამოს თავისუფალი ვარ. სად გინდა რომ შევხვდეთ? იქნებ რუსთაველის გამზირზე იმ ახალ კაფეში. 6 საათზე. შესანიშნავია. იქ შევხვდეთ. თორნიკემ ღიმილით გათიშაზარი. ის აღელებული იყო თამართან შეხვედრის იდეით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეს შეხვედრა მხოლოდ პროფესიული იყო. საღამოს თორნიკე კაფეში მივიდა და თამარი უკვე იქ დახვდა. ის მაგიდასთან იჯდა და ყავას სვამდა.
მზის სხივები მის შავ თმაზე ირეკლებოდა და ოქროსფერ ელფერს აძლევდა. გამარჯობა მიესალმა თორნიკე და მაგიდასთან დაჯდა. გამარჯობა. უკვე შევუკვეთე ყავა. შენც გინდა? დიახ, გმადლობ. ოფიციანტმა თორნიკესთვისაც მოიტანა ყავა და ისინი საუბარს შეუდგნენ. მაინტერესებს, რა გეგმები გაქვს იმ შენობისთვის? ჰკითხა თამარმა. თორნიკე გამოცოცხლდა. როგორც გითხარი, მინდა რესტორანი გავხსნა. მაგრამ არა ჩვეულებრივი. მინდა შევქმნა ადგილი, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო შეხვდება თანამედროვე კულინარიულ ტექნიკებს. პარიზში ვსწავლობდი და მინდა ის ცოდნა გამოვიყენო ჩვენი ტრადიციული კერძების ახლებურად წარმოსაჩენად. თამარმა დაინტერესებით მოусმინა. ეს ძალიან საინტერესო იდეაა. და რატომ აირჩიეს სწორედ ის შენობა? იმ შენობას აქვს სული, ისტორია და მდებარეობაც იდეალურია ძველი თბილისის გულში. ჩემი აზრით იდეალური ადგილია იმისთვის, რომ წარსული და აწმყო შევაერთო. თამარი გაიღიმა. ასე ვფიქრობ მეც. იცი რა არის საინტერესო? ეს შენობა ოდესღაც რესტორანი იყო. მე-19 საუკუნეში. ჩემი ბაბუის პაპას ეკუთვნოდა. მართლა? ეს საოცარია. ნიშანია, რომ სწორი გზით მივდივარ, თქვა თორნიკემ აღფრთოვანებით. შესაძლოა. მაგრამ არის ერთი პრობლემა, თამარი ცოტა დაფიქრდა, როგორც იცი, ჩვენი ოჯახები არ მეგობრობენ. ჩემი მამა სანდრო კახიძე ამ პროექტის ერთ-ერთი ინვესტორია. არ მგონია, რომ ის კმაყოფილი იქნება, თუ შენ იმ შენობას აიღებ. თორნიკემ ამოიოხრა, მართალი ხარ. ჩემმა მამამაც ალბათ თავი მოიკლავს, თუ გაიგებს, რომ კახიძეების შენობაში ვაპირებ რესტორნის გახსნას. მაგრამ იცი რა არის საინტერესო? მე არასოდეს მithქვამს, რატომ გვაქვს ასეთი ცუდი ურთიერთობა ჩვენს ოჯახებს შორის. იცი შენ? თამარმა თავი გააქნია. არა, ზუსტად არა. ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს მტრობა თაობებს ითვლის. ჩემმა მამამ ერთხელ მითხრა, რომ ეს დაკავშირებულია მიწასთან და ღვინის წარმოებასთან, მაგრამ დეტალები არასოდეს უთქვამს. ჩემმა მამამაც რაღაც მსგავსი მითხრა. როგორც ჩანს, ოდესღაც ჩვენს ოჯახებს საერთო ვენახები ჰქონდათ კახეთში, მაგრამ მოხდა რაღაც, რამაც ისინი დააშორა. საინტერესოა, ჩაფიქრდა თამარი, იქნებ გავარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში. მე ხომ არქეოლოგი ვარ, ძველი ამბების გამოძიება ჩემი საქმეა. თორნიკე გაიღიმა, ეს კარგი იდეაა. შეიძლება, თუ გავიგებთ რა მოხდა, შევძლებთ ამ ძველი მტრობის დასრულებას. ან უარესი გავხადოთ, გაიცინა თამარმა, მაგრამ მე მზად ვარ რისკისთვის. ისინი კიდევ დიდხანს საუბრობდნენ რესტორნებზე, საკვებზე, არქეოლოგიაზე, პარიზზე, თორნიკეს გამოცდილებაზე. საუბარი ბუნებრივად მიედინებოდა და ორივე მიგრძნო, რომ მათ შორის რაღაც განსაკუთრებული კავშირი იყო. უცებ თამარის ტელეფონმა დარეკა. მან ეკრანს დახედა და წარბი შეიკრა. ლუკა, თქვა მან თორნიკეს ის. ჩემი მეგობარია. თორნიკემ თავი დაუქნია, თუმცა გული მოეკუმშა, როცა გაიფიქრა, რომ თამარს შეიძლება შეყვარებული ჰყავდა. თამარმა უპასუხა ზარს. ახლავე ვერ ვისაუბრებ, ლუკა. შეხვედრაზე ვარ. არა, სამსახურის შეხვედრა არ არის. კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ. თამარმა ტელეფონი გათიშა და უხერხულად გაიღიმა. უკაცრავად. ლუკა ლომიძე. ჩემი მეგობარია. უფრო სწორად, ჩემი მამის მეგობრის შვილი. ის ცდილობს. უფრო მეტი იყოს ვიდრე მეგობარი, მაგრამ მე მას ასე არ ვუყურებ. თორნიკემ შვებით ამოისუნთქა. მესმის. მეც მქონდა მსგავსი სიტუაცია. გქონდა? დაინტერესდა თამარი. დიახ, პარიზში. ჩემს საცოლესთან. ოჰ, დაქორწინებული ხარ? ჰკითხა თამარმა და მის ხმაში რაღაც ცვლილება იგრძნობოდა. არა, აღარ. ჩვენ დავშორდით. ის სხვასთან წავიდა. ვწუხვარ. ნუ წუხარ. ალბათ ასე იყო საჭირო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაუბრუნდი თბილისში. მინდოდა თავიდან დამეწყო. ისინი ერთხანს ჩუმად ისხდნენ, შემდეგ კი საუბარი განაგრძეს უკვე სხვა თემებზე. როცა საღამო დასასრულს უახლოვდებოდა, თორნიკემ ვკითხა. როგორ ფიქრობ, შევძლებ იმ შენობის დათვალიერებას? შიგნიდან.
რა თქმა უნდა. ხვალ თავისუფალი ხარ. შეგვიძლია დილით შევხვდეთ? შესანიშნავია. დიდი მადლობა. როცა კაფე დატოვეს, თორნიკემ თამარის ახლამდე მიაცილა. ისინი ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში დადიოდნენ და ქალაქის სილამაზით ტკბებოდნენ. აი, აქ ვცხოვრობ, თქვა თამარმა, როცა ლამაზ მოდერნიზებულ სახლთან მივიდნენ. ლამაზი სახლია, თქვა თორნიკემ. გმადლობ. ჩემი ბებიის სახლია, ახლა მე და მამა ვცხოვრობთ აქ. უცებ სახლის კარი გაიღო და იქიდან მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი გამოვიდა. თამარმა სახე დაიძაბა. მამა, წაიჩურჩულა მან. სანდრო კახიძე მათკენ წამოვიდა, მისი სახე გაურკვეველი გამომეტყველებით. თამარ, სად იყავი? ლუკამ დამირეკა, ამბობდა, რომ ვიღაც უცხო ადამიანთან იყავი შეხვედრაზე, უთხრა მან ქალიშვილს. შემდეგ კი თორნიკეს გადახედა, ვინ ხართ თქვენ? თორნიკემ გადაწყვიტა, პირდაპირ ეთქვა. თორნიკე ბერიძე ვარ. სანდროს სახე დაიძაბა. ბერიძე. გიორგის შვილი. დიახ. სანდრომ თამარს მკაცრად შეხედა. სახლში შედი, თამარ. მამა, ეს სისულელეა. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით იმ ძველ შენობაზე, სადაც თორნიკეს რესტორნის გახსნა უნდა. რომელ შენობაზე? შეიკრა წარბი სანდრომ. ბებიას ძველ რესტორანზე, რომელიც ახლა გვინდა აღვადგინოთ. სანდროს სახე გაწითლდა. არავითარ შემთხვევაში. ეს შენობა ჩვენია, კახიძეების და არც ერთი ბერიძე ფეხს ვერ შემოდგამს იქ. მამა, გთხოვ. საკმარისია, თამარ. სახლში შედი. ახლავე. თამარმა თორნიკეს სინანულით შეხედა, უკაცრავად. ხვალ დაგირეკავ. და ის მამასთან ერთად სახლში შევიდა. თორნიკე კი ქუჩაში მარტო დატოვა, გაოგნებული და დაბნეული. სახლში დაბრუნებულმა თორნიკემ ყველაფერი უამბო დედას, რაც თამართან შეხვედრისას მოხდა. არ მესმის, დედა, თქვა მან, რა მოხდა ჩვენს ოჯახებს შორის. რატომ არის ასეთი სიძულვილი? ნინომ ამოიოხრა. ეს ძველი ისტორია, შვილო. შენი ბაბუის დროიდან. როგორც ვიცი, ბერიძეებსა და კახიძეებს ერთად ჰქონდათ ვენახები კახეთში. ისინი ერთად აწარმოებდნენ ღვინოს, რომელიც ძალიან განთქმული იყო. მაგრამ მოხდა რაღაც, რაც ამ პარტნიორობას დასასრულს უქადდა. ბერიძეები ამბობდნენ, რომ კახიძეებმა მოიპარეს ღვინის დამზადების საიდუმლო რეცეპტი და სხვაგან გაკიდეს. კახიძეები კი ამტკიცებდნენ, რომ ბერიძეებმა მიითვისეს მათი კუთვნილი მიწები. ამ კონფლიქტის შემდეგ ოჯახები დაშორდნენ და მას შემდეგ მტრობენ. და არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში? ვკითხა თორნიკემ. ზუსტად არავინ. ეს ხომ დიდი ხნის წინ მოხდა. მაგრამ ორივე ოჯახს აქვს თავისი ვერსია და ორივე თვლის, რომ მართალია. თორნიკე ჩაფიქრდა. თამარი ამბობს, რომ გამოძიება უნდა. მინდა გავარკვიო, რა მოხდა სინამდვილეში. ნინო შეშფოთდა. ფრთხილად იყავი, შვილო. ეს ძველი ჭრილობებია და მათი გახსნა შეიძლება საშიში იყოს. განსაკუთრებით თუ თამართან ახლო ურთიერთობა გაქვს. თორნიკემ ღიმილი ვერ შეიკავა. მომწონს ის, დედა. ვიცი, რომ სულელურად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ის განსაკუთრებულია. ნინომ თავი გადააქნია, მაგრამ მისი თვალები გამგებად უყურებდნენ შვილს. ფრთხილად იყავი, თორნიკე. თუ შენმა მამამ გაიგო. ვიცი. მაგრამ ეს სისულელეა. ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ. დროა, ეს ძველი მტრობა დამთავრდეს. ნინომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ შვილს გადაეხვია. მაგრამ მის გულში შიში იპარებოდა. ის კარგად იცნობდა თავის ქმარს და იცოდა, რომ გიორგი ბერიძე არ იყო ის ადამიანი, ვინც ადვილად პატიობდა ან ივიწყებდა. დილით თამარის ზარმა გააღვიძა თორნიკე. ის სწრაფად წამოხტა და ტელეფონს წაავლო ხელი. გამარჯობა, უპასუხა მან მღელვარებით. გამარჯობა, თორნიკე. ბოდიში გუშინდელი საღამოსთვის, თქვა თამარმა, მისი ხმა დანაშაულის გრძნობით იყო სავსე. არაფერია. გასაგებია. არა, არ არის გასაგები. მამა ჩემის ქცევა მიუღებელი იყო. ის ზედმეტად მიჯაჭვულია წარსულზე. ისევე, როგორც ჩემი მამა, გაიცინა თორნიკემ, მგონი, ჩვენ საერთო პრობლემა გვაქვს. მგონი, ხო, გაეცინა თამარსაც, მაგრამ მე ვფიქრობ, ისე უნდა შევხვდეთ. მინდა გიჩვენო ის შენობა, რომელზეც ვსაუბრობდით.
და ამასთანავე მინდა დავიწყო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში ჩვენს ოჯახებს შორის. მეც ამაზე ვფიქრობდი. დედაჩემმა მითხრა, რომ კონფლიქტი დაიწყო ღვინის რეცეპტის გამო, რომელიც თითქოს თქვენმა ოჯახმა მოიპარა. თქვენი ვერსიით კი, ჩვენმა ოჯახმა მიწები მიითვისა. საინტერესოა. მე მქონდა ცოტა განსხვავებული ვერსია. დედაჩემი ამბობდა, რომ კონფლიქტი დაიწყო, როცა ბერიძეების ვაჟმა კახიძეების ქალიშვილი შეაცდინა და მერე მიატოვა. ღმერთო ჩემო, რამდენი ვერსიაა. გაიცინა თორნიკემ, მით უფრო საინტერესოა, რა მოხდა სინამდვილეში. ასეა. ამიტომ დავიწყოთ გამოძიება. შევხვდეთ დღეს, რომ შენობა გაჩვენო და მერე ვიფიქროთ, საიდან დავიწყოთ ძიება. შესანიშნავია. სად შევხვდეთ? პირდაპირ იმ შენობასთან. 1 საათში. იქ ვიქნები. თორნიკე სწრაფად მოემზადა და სახლიდან გავიდა. დედას უთხრა, რომ მეგობარს ხვდებოდა, რომ ეჭვი არ აეღო. არ უნდოდა, რომ მშობლებს ცოდნოდათ თამართან მისი ურთიერთობის შესახებ. როცა თორნიკე შენობასთან მივიდა, თამარი უკვე იქ იყო. მას ეცვა მარტივი ჯინსი და თეთრი მაისური, მაგრამ თორნიკეს მაინც თვალი ვერ მოეწყვიტა მისთვის. გამარჯობა, მიესალმა თამარი, მზად ხარ? რა თქმა უნდა. თამარმა პატარა გასაღები ამოიღო ჯიბიდან და შენობის კარი გააღო. ბებია ჩემმა მომცა ეს გასაღები. ის ერთადერთია, ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებს კავშირს ამ ადგილთან. ისინი შევიდნენ შენობაში. შიგნით ბნელოდა და მტვერი იდგა, მაგრამ თორნიკემ მაშინვე იგრძნო ამ ადგილის განსაკუთრებული ენერგია. მაღალი ჭერი, დიდი ფანჯრები, ქვის კედლები, ყველაფერი იდეალური იყო. ეს შესანიშნავია, თქვა თორნიკემ აღფრთოვანებით. მართლა? მე მეგონა, ძალიან დანგრეულია. არა. ხედავ ამ სივრცეს. აქ შეიძლება მთავარი სასადილო დარბაზი იყოს. იქ, კუთხეში, ბარი. უკანა ოთახში სამზარეულო. ეს ადგილი შეიძლება გარდაიქმნას რაღაც მართლაც განსაკუთრებულად. თამარი გაიღიმა, როცა თორნიკეს ენთუზიაზმი დაინახა. ჩანს, რომ ნამდვილად იცი, რისი გაკეთება გინდა. ასეა. მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ უნდა გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა ამ ადგილის აღება. შენმა მამამ ხომ ნათლად თქვა, რომ არც ერთი ბერიძე არ შედგამს ფეხს აქ. თამარმა ამოიოხრა. ჩემი მამა. ის კარგი ადამიანია, მაგრამ ზედმეტად პრინციპულია. და როცა საქმე ბერიძეებს ეხება, სრულიად ირაციონალური ხდება. ისევე, როგორც ჩემი მამა, როცა კახიძეებზეა საუბარი. სწორედ ამიტომ მინდა გავარკვიო, რა მოხდა სინამდვილეში. იქნებ მერე შევძლოთ მათი დარწმუნება, რომ ეს სისულელეა. ისინი კიდევ დიდხანს დადიოდნენ შენობაში, თორნიკე აღფრთოვანებით საუბრობდა თავის იდეებზე, თამარი კი მას უსმენდა და რჩევებს აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ რამდენიმე დღეა იცნობდნენ ერთმანეთს, მათ შორის უკვე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული კავშირი. კარგი, ახლა კი დროა, დავიწყოთ ჩვენი გამოძიება, თქვა თამარმა, როცა შენობის დათვალიერება დაასრულეს, საიდან დავიწყოთ? ფიქრობ, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, როდის დაიწყო ეს მტრობა ზუსტად. რა წელს? კარგი იდეა. ჩემი ბებია შეიძლება დაგვეხმაროს. ის ბევრ ძველ ამბავს იცის ჩვენი ოჯახის შესახებ. ჩემი ბაბუაც ცოცხალია, თუმცა ის ახლა სოფელში ცხოვრობს. შეიძლება მასაც ვკითხო. შესანიშნავია. ამასთან მე შემიძლია ვეძებო ძველი დოკუმენტები. არქივში ბევრი რამ უნდა იყოს შემონახული. მეც დავეხმარები. თუ საჭირო იქნება, კახეთშიც წავალ, რომ ადგილზე გავარკვიო, რა მოხდა. თამარი გაიღიმა. მე შენთან ერთად მოვალ. ვიცი, რომ ჩვენი ოჯახების ვენახები სიღნაღთან ახლოს იყო. ისინი გავიდნენ შენობიდან და გადაწყვიტეს, კაფეში შესულიყვნენ, რომ უფრო დეტალურად დაეგეგმათ თავიანთი მოქმედებები. თამარმა ბებიასთან დარეკა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მასთან მისვლა. რა თქმა უნდა, შვილო, უპასუხა ელენე ციმაკურიძემ, თამარის ბებიამ, მოდი, ჩაის დავლევთ. ბებო, შემიძლია მეგობარიც მოვიყვანო? ჰკითხა თამარმა. რა თქმა უნდა. ვინ არის შენი მეგობარი? თამარმა თორნიკეს გადახედა და ჩუმად უთხრა, ბებია არასოდეს იზიარებდა მამაჩემის შეხედულებებს ბერიძეების მიმართ. შემდეგ ისევ ტელეფონში ალაპარაკდა, მისი სახელია თორნიკე ბერიძე. ისლ. ბერიძე.
გაისმა ელენეს ხმა ყურმილში და რაღაც უცნაური ინტონაცია იგრძნობოდა მასში, მოიყვანე, შვილო. სიამოვნებით გავიცნობ. თამარმა ზარი გათიშა და გაკვირვებით შეხედა თორნიკეს, უცნაურია. როცა ვუთხარი, რომ ბერიძე ხარ, მისი ხმა შეიცვალა. თითქოს. აღელდა. საინტერესოა, თქვა თორნიკემ, იქნებ მან იცის რაიმე ამ ისტორიის შესახებ. შესაძლოა. წავიდეთ და გავარკვიოთ. ელენე ციმაკურიძე ცხოვრობდა პატარა, მაგრამ კოხტა ბინაში ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში. როცა ისინი მივიდნენ, ელენემ კარი გააღო და თამარს გადაეხვია. ჩემო გოგო, როგორ ხარ? კითხა მან, შემდეგ კი თორნიკეს გადახედა, ეს უნდა იყოს შენი მეგობარი. დიახ, ბებო. ეს არის თორნიკე ბერიძე. ელენემ დიდხანს შეათვალიერა თორნიკე, თითქოს რაღაცას ეძებდა მის სახეში. გიორგის შვილი ხარ, არა? კითხა მან ბოლოს. დიახ, ქალბატონო, უპასუხა თორნიკემ. ღმერთო ჩემო, როგორ გავხარ შენს ბაბუას, ჩაიჩურჩულა ელენემ, შემოდით, შემოდით. ჩაი უკვე მზადაა. ისინი სამზარეულოში შევიდნენ, სადაც მაგიდაზე ჩაი და ნამცხრები იყო გაწყობილი. ელენე ძალიან თბილად ექცეოდა თორნიკეს, რაც მას უცნაურად ეჩვენებოდა, ამდენი წლის მტრობის შემდეგ. ბებო, ჩვენ გვინდა გკითხოთ რაღაც, დაიწყო თამარმა, როცა ყველა მაგიდას მიუჯდა, იცი რამე იმ მტრობის შესახებ, რაც ბერიძეებსა და კახიძეებს შორის არსებობს. ელენეს ხელები ოდნავ აუკანკალდა, როცა ჩაის ფინჯანი აიღო. რატომ გაინტერესებს ეს, შვილო? მე და თორნიკე ვცდილობთ გავარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში. იქნებ მერე შევძლოთ ამ უაზრო მტრობის დასრულება. ელენემ ღრმად ამოისუნთქა. ეს ძველი ამბავია, ძალიან ძველი. ჩემი ბებიის დროინდელი. მე მხოლოდ ის ვიცი, რაც მან მომიყვა. გთხოვ, გვითხარი, რაც იცი, სთხოვა თორნიკემ. ელენემ კიდევ ერთხელ ამოისუნთქა. კარგი. ეს ამბავი დაიწყო 1900-იან წლებში. კახიძეები და ბერიძეები ერთად ფლობდნენ ვენახებს კახეთში. ისინი აწარმოებდნენ განსაკუთრებულ ღვინოს, რომელიც ძალიან პოპულარული იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. მათ ჰქონდათ საიდუმლო რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს ემთხვევა იმას, რაც ჩვენ ვიცით, თქვა თორნიკემ. მაგრამ არის რაღაც, რაც არ იციან, განაგრძო ელენემ, ბერიძეების ვაჟსა და კახიძეების ქალიშვილს ერთმანეთი უყვარდათ. ზურაბ ბერიძე და მარიამ კახიძე. თამარის თვალები გაფართოვდა. ზურაბი ჩემი ბაბუის ბაბუა იყო. ჰო, დაუდასტურა ელენემ და მარიამი იყო ჩემი ბებია. მაგრამ რა მოხდა მათ შორის? კითხა თორნიკემ. ელენემ სევდიანად გაიღიმა. ისინი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმ დროს ოჯახები უკვე დაძაბულად იყვნენ, რადგან ვერ თანხმდებოდნენ ბიზნესის გაფართოების საკითხებზე. ზურაბს და მარიამს უნდოდათ დაქორწინება, მაგრამ იცოდნენ, რომ ოჯახები წინააღმდეგი იქნებოდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს გაქცევა. გაიქცნენ. გაოცდა თამარი. დიახ. მაგრამ გაქცევის წინა ღამეს მოხდა რაღაც. რაღაც, რამაც სამუდამოდ დააშორა ეს ოჯახები. რა მოხდა? კითხა თორნიკემ, ყელში გომბეშო გაეჩხირა. ელენემ თვალები დახუჭა, თითქოს ტკივილს იგონებდა. ვენახები დაიცვა. დაიკარგა მთელი მოსავალი, ყველა დოკუმენტი, მათ შორის ღვინის რეცეპტიც. ბერიძეებმა დაადანაშაულეს კახიძეები, რომ მათგან ზრახ გააჩაღეს ცეცხლი, რადგან უნდოდათ რეცეპტის მოპარვა და მერე თავად ეწარმოებინათ ეს ღვინო. კახიძეებმა კი ბერიძეები დაადანაშაულეს, რომ ცეცხლი მათ გააჩაღეს, რომ კახიძეები გაეკოტრებინათ და მიწები მიეთვისებინათ. და ზურაბი და მარიამი. კითხა თამარმა. მარიამს ბრალი დასდეს ღალატში, რადგან ის ბერიძის შეყვარებული იყო. ჩაკეტეს სახლში და აუკრძალეს ზურაბთან შეხვედრა. ზურაბი კი. ზურაბი გაგზავნეს ევროპაში, რომ დაეწყნარებინა მარიამისგან შორს. მაგრამ მანამდე მარიამა გაუმხილა ზურაბს, რომ ბავშვს ელოდა. მის ბავშვს. თამარი და თორნიკე გაშეშდნენ. რა? წამოიძახეს ერთდროულად. დიახ. მარიამა მალულად გააჩინა ბავშვი, ბიჭი. ოჯახმა იცოდა, რომ ეს ზურაბის შვილი იყო, მაგრამ ეს საიდუმლოდ შეინახეს. ბავშვი გაიზარდა როგორც კახიძე, მაგრამ მისი სისხლში ბერიძეების სისხლიც ჩქეფდა. თორნიკე და თამარი ერთმანეთს შეხედეს, გაუგნებულები ამ აღმოჩენით. ანუ, ჩვენ.
ჩვენ ნათესავები ვართ. ჰკითხა თამარმა, მისი ხმა კანკალებდა. ელენემ თავი გადააქნია. არა, შვილო. ზურაბის და მარიამის შვილი არ იყო შენი პირდაპირი წინაპარი. ის იყო შენი ბაბუის ბიძა. ასე რომ შენ და თორნიკე არ ხართ სისხლით ნათესავები, თუ ეს გაწუხებს. თამარმა ამოისუნთქა, თითქოს შვება იგრძნო. შემდეგ კი სწრაფად დამალა ეს გრძნობა. არა, უბრალოდ. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. მაგრამ ესე იგი, ბერიძეები და კახიძეები რეალურად ნათესავები არიან. ჰკითხა თორნიკემ. გარკვეულწილად, დიახ. მაგრამ ეს ნათესაობა დამალეს, დაივიწყეს. მტრობა კი გაგრძელდა. მაგრამ თუ მართლა გავარკვევთ რა მოხდა იმ ღამეს, როცა ვენახები დაიცვა, შეიძლება ამით დავამთავროთ ეს მტრობა. ჰკითხა თამარმა. ელენე ჩაფიქრდა. შესაძლოა. მაგრამ ამდენი წლების შემდეგ ძნელი იქნება სიმართლის დადგენა. ჩვენ მაინც ვეცდებით, თქვა თორნიკემ გადაწყვეტილად, სად შეიძლება ვეძებოთ მტკიცებულებები. კახეთში, იმ ადგილას, სადაც ვენახები იყო. შესაძლოა, იქ დარჩა რაიმე. ასევე შეიძლება არსებობდეს ძველი წერილები, დღიურები. მარიამს ჰქონდა დღიური, მაგრამ არ ვიცი, სად არის ახლა. ჩვენ ვიპოვით, თქვა თამარმა გადაწყვეტილად და თორნიკეს ხელი მოჰკიდა ერთად. ელენემ ორივეს გადახედა და ჩუმად გაიღიმა. იცით, ძალიან ჰგავხართ ზურაბს და მარიამს. იქნებ თქვენ შეძლოთ იმის გაკეთება, რაც მათ ვერ შეძლეს. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. თორნიკე და თამარი ერთმანეთს უყურებდნენ და ორივე გრძნობდა, რომ ეს გამოძიება უფრო მეც ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ წარსულის საიდუმლოს გახსნას. ეს იყო შანსი, რომ დაესრულებინათ ძველი მტრობა და, შესაძლოა, ახალი თავი დაეწყოთ ერთად, მომდევნო დღეებში თორნიკე და თამარი აქტიურად შეუდგნენ გამოძიებას. თამარი არქივებში ეძებდა ძველ დოკუმენტებს, ხოლო თორნიკე თავის ბაბუასთან წავიდა სოფელში, რომ გამოეკითხა ის, რაც მან იცოდა ამ ისტორიის შესახებ. თორნიკეს ბაბუა, გურამ ბერიძე, კახეთში ცხოვრობდა, პატარა სოფელში თელავთან ახლოს. ის 85 წლის იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ენერგიული და ცხოვრებით სავსე. როცა თორნიკემ უამბო, რომ კახიძეების ქალს ხვდებოდა და ცდილობდა გაერკვია ოჯახების მტრობის მიზეზი, ბაბუა განრისხდა. რას ამბობ, ბიჭო? კახიძეების ქალი? იცი, რა გააკეთეს მათ ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ? მოუჭრა მან შვილიშვილს. ბაბუს სწორედ ამიტომ ვარ აქ. მინდა გავიგო, რა მოხდა სინამდვილეში. ელენე ციმაკურიძემ, თამარის ბებიამ, გვითხრა, რომ მარიამ კახიძესა და ზურაბ ბერიძეს ერთმანეთი უყვარდათ და რომ მათ შვილიც კი ჰყავდათ. გურამის სახე გაფითრდა? ელენე ციმაკურიძე ჯერ კიდევ ცოცხალია. დიახ. თქვენ იცნობთ მას? გურამმა თავი გააქნია. არა, პირადად არა. მაგრამ მსმენია მისი სახელი. ის მარიამის შვილიშვილია, არა? დიახ. მან გვითხრა, რომ მარიამს ჰქონდა დღიური, სადაც ყველაფერი ეწერა. მაგრამ არ იცის, სად არის ახლა. გურამი ჩაფიქრდა. შეიძლება მე ვიცი. თორნიკემ თვალები გააფართოვა. მართლა? შესაძლოა. წამოდი ჩემთან ერთად. გურამი წამოდგა და თორნიკეს ანიშნა, გაჰყოლოდა. ისინი სახლის მეორე სართულზე ავიდნენ, სადაც ბაბუას საძინებელი იყო. იქ, დიდი ხის კარადის უკან, გურამმა პატარა სამალავი გახსნა და იქიდან ძველი, ტყავისყდიანი წიგნი ამოიღო. ეს დაიწყო მან ხმაში მღელვარებით, ეს ზურაბის დღიურია. ჩემი ბაბუის. მან ეს დღიური ევროპიდან გამოგზავნა, როცა გაიგო, რომ მარიამი ორსულად იყო. უნდოდა, რომ შვილს სცოდნოდა მისი ამბავი. მაგრამ როგორ მოხდა ეს შენთან? ჰკითხა თორნიკემ გაოცებულმა, ჩემმა მამამ მომცა. მან მითხრა, რომ ეს ოჯახის საიდუმლოა, რომელიც არავინ უნდა იცოდეს. მაგრამ შენ გაქვს უფლება იცოდე. გურამმა დღიური თორნიკეს გადასცა. წაიკითხე. იქნებ იპოვო პასუხები, რომლებსაც ეძებ. თორნიკემ ფრთხილად აიღო დღიური. ის ძველი იყო, ფურცლები გაყვითლებული, მაგრამ ხელნაწერი ჯერ კიდევ გარკვევით იკითხებოდა. გმადლობ, ბაბუ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვიცი, შვილო. მაგრამ ფრთხილად იყავი. წარსულის გახსნა ზოგჯერ საშიშია. თორნიკე თბილისში დაბრუნდა ზურაბის დღიურით ხელში.
მაშინვე დაურეკა თამარს და შეხვედრა დაუთქვა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მდინარის პირას შეხვდებოდნენ, სადაც არავინ შეუშლიდათ ხელს. როცა თამარი მოვიდა, თორნიკემ აჩვენა დღიური. ჩემმა ბაბუამ მომცა. ეს ზურავ ბერიძის დღიურია. იქნება მით გავიგოთ, რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს. თამარის თვალები გაბრწყინდა. ეს შესანიშნავია. დავიწყოთ კითხვა. ისინი მდინარის პირას ჩამოსხდნენ და დღიურის კითხვა დაიწყეს. ზურაბი წერდა თავის სიყვარულზე მარიამის მიმართ იმაზე, თუ როგორ ხვდებოდნენ ფარულად, როგორ გეგმავდნენ გაქცევას. მისი სიტყვები სავსე იყო ვნებით და სიყვარულით. შემდეგ მივიდნენ იმ ნაწილამდე, სადაც ის წერდა ვენახების ხანძრის შესახებ. 10 ივნისი 1905. გუშინ საღამოს, როცა მარიამთან შეხვედრას ვაპირებდი, ცეცხლის ალი დავინახე ვენახებიდან. როცა იქ მივირბინე, უკვე გვიან იყო, ყველაფერი ითვოდა. მამა ჩემი და კახიძე ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. იყო ყვირილი, მუქარა. და უცებ ჩემმა ბიძაშვილმა, გიორგიმ, დაიყვირა, რომ ცეცხლი დაინახა, როგორ ცეცხლი წაუკიდა ვენახებს ვიღაც უცხო ადამიანმა, ვიღაც, ვინც არც ბერიძე იყო და არც კახიძე. მაგრამ არავინ უსმენდა, ყველა საკუთარ ბრალდებებში იყო ჩაფლული. მერე კი გავიგე, რომ მარიამი დააბრალეს ღალატში, რადგან ჩემი შეყვარებული იყო. მისი ოჯახი მას კეტავს სახლში. მე კი ევროპაში მგზავნიან, თითქოს ამით რამეს გამოასწორებენ. როგორ მივატოვო მარიამი ასეთ დროს? როგორ დავტოვო, როცა ის ჩემს შვილს ელოდება? თორნიკე და თამარი გაოგნებულები იყვნენ. გიორგი ხედავდა, ვინ წაუკიდა ცეცხლი ვენახებს და ეს არც ერთი ოჯახის წევრი არ იყო. წამოიძახა თამარმა. ასე ჩანს. მაგრამ არავინ მოусმინა მას. ვინ იყო ეს გიორგი? არ ვიცი. ბაბუას უნდა ვკითხო. ისინი განაგრძობდნენ კითხვას, მაგრამ მეტი არაფერი ეწერა ხანძრის შესახებ. ზურაბი წერდა თავის მწუხარებაზე იმაზე, თუ როგორ უნდოდა მარიამის გვერდით ყოფნა, მაგრამ არ შეეძლო. ბოლო ჩანაწერები ევროპიდან იყო, სადაც ის ცდილობდა ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ ვერ ივიწყებდა მარიამს და მათ შვილს. ამან გვიჩვენა, რომ არც ერთი ოჯახი არ იყო დამნაშავე ხანძარში, თქვა თორნიკემ, მაგრამ ვინ იყო? და რატომ? არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა ვიპოვოთ მარიამის დღიურიც. იქნებ მასში იყოს პასუხები. თორნიკე დაეთანხმა. ხვალ დავიწყოთ ძებნა. ჩემმა ბაბუამ თქვა, რომ დღიური ზურაბმა გამოგზავნა ევროპიდან, რათა მის შვილს სცოდნოდა მამის ამბავი. შესაძლოა მარიამაც დატოვა თავისი დღიური შვილისთვის. ალბათ. ბებია ჩემს ვკითხავ, იქნებ მანიცის რამე. როცა ისინი წამოდგნენ წასასვლელად, უცებ თორნიკემ შენიშნა, რომ ვიღაც მათ უთვალთვალებდა. მან სწრაფად მოიხედა და დაინახა მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი, რომელიც მაშინვე გაუჩინარდა, როცა თორნიკემ შეამჩნია. რა მოხდა? ჰკითხა თამარმა, როცა დაინახა, რომ თორნიკე დაძაბული იყო. მგონი, ვიღაც გვითვალთვალებდა. და ვინ? არ ვიცი. მაღალი კაცი, შავ ტანსაცმელში. თამარი შეშფოთდა. იქნებ ლუკა იყო. ის ბოლო დროს ძალიან ეჩვიანობს. ლუკა. ის ხომ შენი მეგობარია, არა? თამარმა ამოიოხრა. ლუკა ლომიძე ჩემი მამის ბიზნეს პარტნიორის შვილია. ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მამა ჩემი და მისი მამა ოცნებობენ, რომ ერთ დღეს დავქორწინდებით და ოჯახები გავაერთიანებთ. მაგრამ მე ლუკა არასოდეს მიყვარდა. ის ძალიან მომთხოვნია და მაკონტროლებელი. და მას აქვს ცუდი ხასიათი. თორნიკე შეშფოთდა. ფიქრობ, რომ ის საშიშია. არა, არ მგონია. უბრალოდ მას არ მოსწონს, როცა სხვა მამაკაცებთან ვარ. განსაკუთრებით ახლა, როცა გაიგო, რომ ბერიძესთან მეგობრობ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, თქვა თორნიკემ, არ მომწონს ეს ამბავი. ისინი გაემართნენ ქალაქისკენ, მაგრამ თორნიკე გრძნობდა, რომ ვიღაც კვლავ უთვალთვალებდა. არ უნდოდა თამარის შეშინება, ამიტომ არაფერი უთხრა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ უფრო ფრთხილად იქნებოდა. მომდევნო დღეს თამარი ბებიასთან წავიდა, რომ მარიამის დღიურის შესახებ გამოეკითხა. ელენემ უთხრა, რომ დღიური ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ის დაიკარგა მრავალი წლის წინ. ჩემი დედა, ნინო, ხშირად ახსენებდა ამ დღიურს. ამბობდა, რომ მასში იყო საიდუმლო, რომელიც შეიძლება ოდესმე გამოდგეს. მაგრამ როცა დედა გარდაიცვალა, დღიური ვერსად ვიპოვეთ, უთხრა ელენემ.
ფიქრობ, რომ ვინმე მაიღო? კითხა თამარმა. შესაძლოა. დედაჩემს ბევრი ნივთი ჰქონდა. შეიძლება სადმე შენახული იყოს, უბრალოდ ვერ ვპოულობთ. სად შეიძლება ვეძებო? დედაჩემის ძველ ნივთებში. ბევრი რამ ჯერ კიდევ შენახულია სხვენზე. თამარი სხვენზე ავიდა და დაიწყო ძველი ყუთების ჩხრეკა. საათების განმავლობაში ეძებდა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. უკვე აპირებდა დანებებას, როცა უცებში ამჩნია პატარა, ფარული უჯრა ძველ კომოდში. გახსნა და იქ აღმოაჩინა პატარა, ლურჯყდიანი დღიური. ვიპოვე. შესწახა მან აღფრთოვანებით და სწრაფად ჩაირბინა ქვევით. ბებო, ვიპოვე. ელენე გაოცებული იყო. საოცარია. სად იყო? კომოდის საიდუმლო უჯრაში. ალბათ, დედა შენმა განზრახ დამალა. ელენემ ხელი გადაუსვა დღიურს. მარიამის ხელნაწერია. ჩემი ბებიის. თამარმა დღიური გახსნა და დაიწყო კითხვა. მარიამი წერდა თავის სიყვარულზე ზურაბის მიმართ, თავის ოცნებებზე, იმ სირთულეებზე, რასაც ისინი აწყდებოდნენ. და მერე ხანძრის ღამეზე. 10 ივნისი 1905. ღმერთო ჩემო, რა საშინელება მოხდა წუხელ. ვენახები დაიცვა. ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს. ჩემმა მამამ გაიგო ჩემი და ზურაბის შესახებ და ახლა მკეტავს სახლში. ამბობს, რომ ეს ჩემი ბრალია, რომ მე გავეცი ოჯახის საიდუმლო ბერიძეებს. მაგრამ ეს სიცრუეა. ზურაბს არასოდეს არაფერი უთქვამს ჩემთვის ღვინის რეცეპტის შესახებ. მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ მასთან ერთად ყოფილიყავი. ახლა კი ყველაფერი დაინგრა. ზურაბი ევროპაში გააგზავნეს, მე კი აქ დამტოვეს, მის შვილს ველოდები და არ ვიცი, რა მოხდება. მაგრამ ერთი რამ ვიცი, ხანძარი არც ბერიძეებს გაუჩენიათ და არც კახიძეებს. გიორგი ბერიძემ, ზურაბის ბიძაშვილმა, დაინახა უცხო ადამიანი, რომელმაც წაუკიდა ცეცხლი ვენახებს. ამბობდა, რომ ეს იყო ლუკა ლომიძე, მდიდარი მეღვინის შვილი, რომელსაც ჩვენი ოჯახების განადგურება უნდოდა, რომ მერე თვითონ ეყიდა მიწები. თამარი გაშეშდა. ლომიძე. ლუკას ოჯახი? რა მოხდა? კითხა ელენემ. აქ წერია, რომ ხანძარი გააჩინა ვიღაც ლომიძემ, მდიდარი მეღვინის შვილმა, რომელსაც უნდოდა მიწების ხელში ჩაგდება. ელენეს სახე გაფითრდა. ლომიძე. კი მახსოვს ეს სახელი. ისინი ნამდვილად ცდილობდნენ ჩვენი მიწების ხელში ჩაგდებას მრავალი წლის განმავლობაში. ბებო, ლუკა ლომიძე. მისი ოჯახი. დიახ, იგივე ოჯახია. ისინი ახლა ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახია საქართველოში. და შენი მამის ბიზნეს პარტნიორები. თამარი სწრაფად წამოდგა, უნდა თორნიკეს ვუთხრა. ეს ყველაფერს ცვლის. მან სწრაფად დარეკა თორნიკესთან, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო. შეშფოთებულმა თამარმა გადაწყვიტა, პირდაპირ მის სახლში წასულიყო. მაგრამ როცა კარებთან მივიდა, ნინომ უთხრა, რომ თორნიკე სახლში არ იყო. არ ვიცი, სად არის. დილით წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა, უთხრა ნინომ შეშფოთებულმა. თამარმა მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა. ეკრანზე გამოჩნდა უცხო ნომერი. დიახ, უპასუხა მან. თამარ, მე ვარ თორნიკე, გაისმა თორნიკეს ხმა, რომელიც აშკარად დაძაბული იყო, ლუკა ლომიძესთან ვარ. მან მითხრა, რომ იცის ჩვენი გამოძიების შესახებ და რომ აქვს ინფორმაცია, რომელიც გვჭირდება. მაგრამ ჯერ უნდა შევხვდეთ. ის მთხოვს, რომ შენც მოხვიდე. კარგი იდეაა. თამარი გაყინა. იცოდა, რომ ეს ხაფანგი იყო. თორნიკე არსად წახვიდე. ლუკას ოჯახი. მისი წინაპარი იყო ის, ვინც ვენახებს ცეცხლი წაუკიდა. მარიამის დღიურში ეწერა. ტელეფონში სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი გაისმა ლუკას ხმა, ძალიან ჭკვიანი ხარ, თამარ. ახლა, თუ გინდა შენი საყვარელი ბერიძე ცოცხალი იყოს, მოდი ძველ მარანში, ციმაკურიძეების მარანში. მარტო. 1 საათში. ზარი გაითიშა. თამარი ადგილზე გაშეშდა, შიშისგან გაყინული. რა უნდა ეკნა? პოლიცია. მამამისი. ვინმე უნდა დახმარებოდა. მაგრამ ლუკა საშიში იყო, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. იქნებ მართლა ევნო თორნიკესთვის, თამარმა რამდენიმე წუთი გაატარა შოკში, შემდეგ კი აზრზე მოვიდა. მან იცოდა, რომ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ლუკას, ამიტომ დახმარება სჭირდებოდა.
მაგრამ ვის უნდა დარეკოდა? პოლიციას. მამას. არა, ეს ძალიან სარისკო იქნებოდა. უცებ გაახსენდა გურამი, თორნიკეს ბაბუა. მან სწრაფად იპოვა თორნიკეს ტელეფონში ბაბუის ნომერი და დარეკა. მოკლედ აუხსნა სიტუაცია და შეხვედრა დაუთქვა ძველ მარანთან ახლოს. შემდეგ კი ელენესაც დაურეკა, იცოდა რომ ბებია მის ეცოდინებოდა ძველი მარნის ზუსტი ადგილმდებარეობა. ბებო, ციმაკურიძეების ძველი მარანი სად არის? ჰკითხა მან აჩქარებით. ძველი მარანი? ის ხომ უკვე აღარ არსებობს. მრავალი წლის წინ დაინგრა. მაგრამ მდებარეობდა სოლოლაკის ბოლოს, ძველი გზის გასწვრივ. რატომ გაინტერესებს? ბებო, თორნიკე საფრთხეშია. ლუკა ლომიძემ მოიტაცა. და ახლა მე მიბარებს იქ ძველ მარანში. ღმერთო ჩემო. შეჰყვირა ელენემ ლუკა. ის ისეთივე საშიშია, როგორც მისი წინაპრები. არ წახვიდე იქ, თამარ. პოლიციაში დარეკე. დრო არ არის, ბებო. გურამმა, თორნიკეს ბაბუამ უკვე იცის. ის მეხმარება. გთხოვ, ნუ იღელვებ. თამარმა ზარი გათიშა და სწრაფად გაემართა ძველი მარნისკენ. გზად ფიქრობდა, რა საშინელი იყო ეს ყველაფერი. ლუკას ოჯახი, ლომიძეები, პასუხისმგებელნი იყვნენ ბერიძეებისა და კახიძეების მტრობაზე. მათ ჩაატარეს ეს საშინელი პროვოკაცია, რომ ორი ოჯახი ერთმანეთისთვის მტრები გაეხადა, თვითონ კი სარგებელი მიეღოთ. როცა თამარი მარანთან მივიდა, გურამი უკვე იქ დახვდა. მოხუცი კაცი მაგრად იდგა, მისი სახელმტკიცე იყო და გადაწყვეტილი. შენ უნდა იყო თამარი, უთხრა მან, თორნიკემ ბევრი მითხრა შენზე. გურამ, მიხარია თქვენი გაცნობა, თუმცა ვწუხარ, რომ ასეთ ვითარებაში ვხვდებით ერთმანეთს. ნუ წუხარ, შვილო. ჩვენ ვიპოვით თორნიკეს და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მითხარი, რა იცი? თამარმა აუხსნა ყველაფერი, რაც მარიამის დღიურში წაიკითხა, რომ ლომიძეების ოჯახი პასუხისმგებელი იყო ვენახების ხანძარზე, რომ მათ განზრახ დააპირისპირეს ბერიძეები და კახიძეები. ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში ამ ისტორიაში, თქვა გურამა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ მესამე მხარე იყო ჩარეული. რა ვქნათ ახლა? ჰკითხა თამარმა. უნდა შევიდეთ, მაგრამ ფრთხილად. ლუკა სახიფათო ადამიანია მისი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე. ისინი ფრთხილად მიუახლოვდნენ ძველ მარანს. ეს იყო ნახევრად დანგრეული შენობა, რომელიც ოდესღაც ალბათ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ახლა კი მხოლოდ ნანგრევები იყო დარჩენილი. თამარი და გურამი შევიდნენ შენობაში. შიგნით ბნელოდა და ნესტის სუნი იდგა. უცებ შორიდან ხმა გაისმან. ბოლოს და ბოლოს მოხვედი, თამარ. ხედავ, რომ მარტო არ ხარ. ლუკა ლომიძე გამოვიდა ჩრდილიდან. ის მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი იყო, ელეგანტურად ჩაცმული, მაგრამ მის თვალებში რაღაც ცივი და საშიში იკითხებოდა. მის გვერდით იდგა თორნიკე, ხელები შეკრული ჰქონდა. თორნიკე. შესახა თამარმა, კარგად ხარ? ჰო, კარგად ვარ, უპასუხა თორნიკემ, უბრალოდ ჩვენმა მეგობარმა ლუკამ გადაწყვიტა, რომ ასე იქნებოდა უკეთესი ჩვენი საუბრისთვის. საუბრისთვის. გაიცინა ლუკამ, არა, ჩემო ძვირფასო, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო საუბარი. ეს არის ბოლო თავი თქვენი პატარა გამოძიებისა. ჩვენ ვიცით, რა გააკეთა შენმა ოჯახმა, უთხრა თამარმა, შენი წინაპარი პასუხისმგებელი იყო ვენახების ხანძარზე. მან განზრახ დააპირისპირა ბერიძეები და კახიძეები, რომ მერე მიწები ხელში ჩაეგდო. ლუკამ თავი დააქნია. ჭკვიანი გოგო ხარ, თამარ. დიახ, ჩემი ბაბუის ბაბუა, დავით ლომიძე, იყო ძალიან ამბიციური ადამიანი. მან იცოდა, რომ ბერიძეებისა და კახიძეების ალიანსი ძალიან ძლიერი იყო და მის ბიზნესს ემუქრებოდა. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ დროა ეს ალიანსი დაინგრია. და ის წარმატებული იყო, ორი ოჯახი ერთმანეთის მტრები გახდნენ. და ახლა რა გინდა? ჰკითხა გურამა, რატომ მოგვიწვიე აქ? იმიტომ, რომ თქვენ ძალიან ახლოს ხართ სიმართლესთან. ძალიან ახლოს. და მე არ შემიძლია დაუშვა, რომ ამ სიმართლემ დღის სინათლე იხილოს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ყველა გაიგებს, რომ ლომიძეების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახი საქართველოში აგებულია ტყუილზე და მანიპულაციაზე. ჩემი რეპუტაცია, ჩემი ბიზნესი, ყველაფერი გაქრება. მაგრამ ეს სიმართლეა, უთხრა თამარმა, და ხალხს აქვს უფლება იცოდეს. არა, თამარ, ლუკამ თავი გააქნია, ზოგჯერ სიმართლე უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სიკეთეს. და ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.
რა გინდა ჩვენგან? ჰკითხა თორნიკემ. მინდა რომ ყველაფერი დაივიწყოთ, რაც გაიგეთ. დღიურები, გამოძიება, ყველაფერი. დაუბრუნდით თქვენს ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. და თუ არ ვიტყვით. ლუკას სახეზე უცნაური ღიმილი გამოჩნდა. მაშინ ვფიქრობ, რომ ეს საღამო ძალიან ცუდად დასრულდება თქვენთვის. უცებ კარი გაიღო და ოთახში შემოვიდნენ გიორგი ბერიძე და სანდრო კახიძე. ორივე გაოგნებული ჩანდა. რა ხდება აქ? იკითხა გიორგიმ. მამა, გაოცდა თორნიკე. თქვენ რას აკეთებთ აქ? ჰკითხა თამარმა თავის მამას. გურამმა დამირეკა, უპასუხა სანდრომ მითხრა, რომ საფრთხეში ხარ. და გიორგისაც დაურეკა. და ძალიან კარგი იქნა, დაამატა გიორგიმ, ახლა კი ვინმე ამიხსნას რა ხდება. ლუკა გაშეშდა. მისი გეგმა იყო, თამარი და თორნიკე მარტო მოსულიყვნენ, რომ გამოძიების შესახებ ყველაფერი მასთან დარჩენილიყო. ახლა კი, როცა ბერიძეები და კახიძეები ერთად იყვნენ, მისი გეგმა ჩავარდა. თამარმა გადაწყვიტა, ყველაფერი აეხსნა. მან მოუყვა ორივე მამას ზურაბისა და მარიამის ისტორია, მათი სიყვარულის, მათი შვილის შესახებ. მოუყვა იმაზე, თუ როგორ დაიცვა ვენახები და როგორ დაადანაშაულეს ერთმანეთი ოჯახებმა. და ბოლოს მოუყვა, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი ლომიძეების ოჯახის პროვოკაცია იყო. ჩვენ ვიპოვეთ ორივე დღიური, ზურაბისა და მარიამის. ორივეში ეწერა, რომ ხანძარი გააჩინა დავით ლომიძემ, ლუკას წინაპარმა. მათ სურდათ ჩვენი ოჯახები ერთმანეთის მტრები გამხდარიყვნენ, რომ მერე თვითონ ესარგებლათ ამით, დაასრულა თამარმა. გიორგი და სანდრო შოკში იყვნენ. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, შემდეგ კი ლუკას მიუბრუნდნენ. ეს სიმართლეა? ჰკითხა სანდრომ ლუკას. ლუკა გაჩუმდა, შემდეგ კი ამოიოხრა. დიახ, ეს სიმართლეა. ჩემი ოჯახის წარსული. არ არის ისეთი ღირსეული, როგორც ყოველთვის გვინდოდა რომ ყოფილიყო. მაგრამ გთხოვთ, გაიგეთ, ეს მოხდა მრავალი წლის წინ. მე არ ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ჩემმა წინაპრებმა გააკეთეს. არა, მაგრამ შენ ცდილობდი ამ სიმართლის დამალვას, უთხრა თორნიკემ და ჩემს მოტაცებას. ლუკამ თავი ჩაქინდრა. ვიცი, დავწუხვარ. ვშიშობდი, რომ ჩემი ოჯახის რეპუტაცია განადგურდებოდა. ჩემი ბიზნესი, ჩემი ცხოვრება. ყველაფერი, რისთვისაც მიმუშავია. შენ უფრო მეტად უნდა გეფიქრა იმაზე, რომ ორი ოჯახი დააზიანე, უთხრა გურამმა, ბერიძეები და კახიძეები ერთდროს მეგობრები იყვნენ, პარტნიორები. და შენი ოჯახის გამო, ისინი მტრებად იქცნენ. გიორგი მიუბრუნდა სანდროს. ნუ თუ მართლა ამის გამო ვიყავით მტრები ამდენი წელი. რაღაც ტყუილის გამო? სანდრო დაფიქრდა. ასე ჩანს. ჩვენ ორივე მსხვერპლნი ვიყავით. და არა მხოლოდ ჩვენ, დაამატა გურამმა, ზურაბი და მარიამი დაშორდნენ, მათი შვილი გაიზარდა მამის გარეშე. რამდენი ტკივილი, რამდენი დაკარგული წლები. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ფიქრობდა იმაზე, რა ფასი ჰქონდა ამ ტყუილს, ამ მტრობას. რა უნდა ვქნათ ახლა? ჰკითხა თამარმა. პირველ რიგში თქვა გიორგიმ, მე მგონი დროა ეს მტრობა დავასრულოთ. ბერიძეები და კახიძეები აღარ უნდა იყვნენ მტრები. სანდრო დაითანხმა. მართალი ხარ. დროა დავივიწყოთ წარსული და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. და ლუკა? ჰკითხა თორნიკემ. გიორგი და სანდრო ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ კი ლუკას მიუბრუნდნენ. შენ გააკეთე რაღაც ძალიან ცუდი, უთხრა სანდრომ, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველას აქვს შანსი, გამოასწოროს თავისი შეცდომები. შენ უნდა აღიარო, რაც გააკეთე და ცდილობდე, რომ გამოასწორო. ლუკამ თავი დახარა. ვიცი. დავწუხვარ. ნამდვილად ვწუხვარ. მაშინ მგონი დროა, აქედან წავიდეთ, თქვა გურამმა, ეს ადგილი ძალიან ბევრ მძიმე მოგონებას ინახავს. ისინი გამოვიდნენ ძველი მარნიდან. გარეთ მთვარე ანათებდა და ღამე მშვიდი იყო. თორნიკე და თამარი ერთად იდგნენ, ხელი ხელს ჩაჭიდებული. როგორ ფიქრობ, ახლა როგორ იქნება? ჰკითხა თამარმა ჩურჩულით. არ ვიცი, უპასუხა თორნიკემ, მაგრამ მგონი უკეთესობისკენ შეიცვლება. ბოლოს და ბოლოს სიმართლემ გაიმარჯვა. ჰო, მაგრამ რამდენი ტკივილის ფასად. ხანდახან ტკივილი აუცილებელია, რომ ჭრილობა განიკურნოს, უთხრა თორნიკემ და თამარს ჩაეხუტა.
ისინი ერთად იდგნენ, უყურებდნენ, როგორ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს მათი მამები, არა როგორც მტრები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ წარსული შეცდომები გამოესწორებინათ. და ამ მომენტში თორნიკემ და თამარმა იგრძნეს, რომ ახალი თავი იწყებოდა, არა მხოლოდ მათთვის, არამედ მათი ოჯახებისთვისაც. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩაიჩურჩულა თამარმა, ჩვენ ჯერ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ვიცი, დაეთანხმა თორნიკე, მაგრამ ახლა როცა ვიცით სიმართლე, ყველაფერი შესაძლებელია. ისინი ერთმანეთს შეხედეს და მათ თვალებში იმედი და სიყვარული ანათებდა. ამ მომენტში ორივე მიცოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ისინი ერთად იქნებოდნენ, როგორც ზურაბი და მარიამი უნდა ყოფილიყვნენ მრავალი წლის წინ, 6 თვის შემდეგ, ძველი შენობა, რომელიც ოდესღაც ციმაკური ძეების რესტორანი იყო, სრულიად გარდაიქმნა. თორნიკეს ხელმძღვანელობით, შენობა აღდგა თავისი პირვანდელი დიდებით, მაგრამ თანამედროვე ელემენტებით. მაღალი ჭერები, ქვის კედლები, დიდი ფანჯრები, რომლებიდანაც ძველი თბილისის ხედი იშლებოდა, ყველაფერი შესანიშნავად იყუცრებოდა. შენობის შუაგულში დიდი დარბაზი იყო მოწყობილი სტუმრებისთვის, ერთ მხარეს ბარი, ხოლო მეორე მხარეს ღია სამზარეულო, სადაც სტუმრებს შეეძლოთ ეყურებინათ, როგორ ამზადებდნენ მზარეულები კერძებს. ამ საღამოს რესტორნის გახსნის წინ თორნიკე და თამარი ერთად იდგნენ დარბაზის შუაგულში და ათვალიერებდნენ ყველაფერს. შეუძლებელია დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, თქვა თამარმა აღფრთოვანებით. ჩვენ ერთად გავაკეთეთ, გაუსწორა თორნიკემ და ჩაეხუტა, შენ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. მართლაც, ბოლო 6 თვე იყო ტრანსფორმაციის პერიოდი არა მხოლოდ შენობისთვის, არამედ ორივე ოჯახისთვის. მას შემდეგ, რაც სიმართლე გამოაშკარავდა, გიორგი ბერიძე და სანდრო კახიძე დაიწყეს ურთიერთობის აღდგენა. თავიდან ეს რთული იყო, მრავალი წლის მტრობა ვერ გაქრებოდა ერთ ღამეში. მაგრამ ორივე მამაკაცმა გააცნობიერა, რომ მათი მტრობა ეფუძნებოდა ტყუილს და გადაწყვიტეს, ახალი ფურცლიდან დაეწყოთ. პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ გიორგიმ და სანდრომ ერთად დააფინანსეს თორნიკეს რესტორნის პროექტი. ეს იყო სიმბოლური ჟესტი, კახიძეებისა და ბერიძეების პირველი ერთობლივი საქმე თითქმის საუკუნის შემდეგ. მეორე ნაბიჯი იყო უფრო პირადული, ორივე ოჯახმა დაიწყო ერთად დროის გატარება, ერთმანეთის უკეთ გაცნობა. ლუკასთვის კი ეს პერიოდი იყო თვითანალიზისა და ცვლილებების დრო. მართალია, მას არ წაუყენეს ოფიციალური ბრალდება თორნიკეს მოტაცებისთვის, თორნიკემ უარი თქვა საჩივრის შეტანაზე, მაგრამ ლუკამ გააცნობიერა თავისი ქმედებების სიმძიმე. მან გადაწყვიტა, შეექმნა ფონდი, რომელიც დაეხმარებოდა იმ ოჯახებს, რომლებიც დაზარალდნენ ლომიძეების ბიზნეს პრაქტიკის გამო წარსულში. ეს იყო პატარა ნაბიჯი, მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისი. თორნიკე და თამარი კი უფრო და უფრო ახლოს მიდიოდნენ ერთმანეთთან. ისინი ერთად მუშაობდნენ რესტორნის პროექტზე, ერთად იკვლევდნენ თავიანთი ოჯახების ისტორიას და ერთად გეგმავდნენ მომავალს. მათი სიყვარული იზრდებოდა ყოველ დღესთან ერთად და ყველას შეეძლო დაენახა, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი. რამდენიმე საათში სტუმრები მოვლენ, თქვა თორნიკემ, მზად ხარ? უფრო მზად ვიდრე ოდესმე, გაიგიმა თამარმა, მაგრამ ჯერ არის ერთი რამ, რაც უნდა გაჩვენო. თამარმა ხელი ჩაავლო თორნიკეს და რესტორნის უკანა ოთახისკენ წაიყვანა. ეს იყო პატარა, მყუდრო ოთახი, რომელიც თორნიკეს დაპროექტებული ჰქონდა, როგორც კერძო სადილის სივრცე განსაკუთრებული სტუმრებისთვის. მაგრამ ახლა ოთახი განსხვავებულად გამოიყურებოდა. კედლებზე ეკიდა ძველი ფოტოები, დოკუმენტები, წერილები. შუაში იდგა დიდი მაგიდა, რომელზეც გაშლილი იყო მარიამისა და ზურაბის დღიურები. ოთახი წააგავდა პატარა მუზეუმს, რომელიც ეძღვნებოდა ბერიძეებისა და კახიძეების ისტორიას. ეს შესანიშნავია, წაიჩურჩულა თორნიკემ, როდის მოასწარია მის გაკეთება? ბოლო კვირის განმავლობაში, როცა შენ სამზარეულოში იყავი დაკავებული. ჩემი ბებიის, შენი ბაბუის და ჩვენი მშობლების დახმარებით. მინდოდა, რომ ეს იყოს რესტორნის ნაწილი, ადგილი, სადაც ჩვენი ოჯახების ისტორია იქნება შენახული და გაზიარებული. თორნიკე მიუახლოვდა კედელს, სადაც ეკიდა ძველი ფოტო ახალგაზრდა წყვილისა. ეს ზურაბი და მარიამია. დიახ. ეს ერთადერთი ფოტოა, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ, სადაც ისინი ერთად არიან. ალბათ გადაღებულია მათი საიდუმლო შეხვედრების დროს. თორნიკე დააკვირდა ფოტოს. ზურაბი მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი იყო, ძლიერი ნაკვთებით. მარიამი კი, ნაზი და ლამაზი ქალი, რომელსაც თვალებში სიყვარული და სითბო ეტყობოდა. ისინი იდგნენ ერთმანეთის გვერდით, ხელი ხელს ჩაჭიდებული და მათი სახეები გამოხატავდა ბედნიერებას. ნეტავ როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, თქვა თორნიკემ ჩუმად. ვინ იცის?
მაგრამ მე მგონი ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, უპასუხა თამარმა, ისევე როგორც ჩვენ ვართ ახლა. თორნიკე შემობრუნდა და თამარს შეხედა. მისი თვალები სავსე იყო სიყვარულით. მე მიყვარხარ, თამარ. ძალიან. და მინდა, რომ ჩვენი ისტორია განსხვავებული იყოს. მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად, სამუდამოდ. თამარმა გაიღიმა. მეც მიყვარხარ, თორნიკე. და მეც მინდა, რომ ჩვენი ისტორია განსხვავებული იყოს. ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ასე იდგნენ დიდხანს, ჩუმად, თითქოს დროის დინება შეჩერდა. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში შემოვიდნენ ელენე, გურამი, გიორგი და სანდრო. ისინი გაჩერდნენ, როცა დაინახეს წყვილი, რომელიც ერთმანეთს ეხუტებოდა. უკაცრავად, ხელი ხომ არ შეგიშალეთ? ჰკითხა ელენემ ღიმილით. თორნიკე და თამარი დაშორდნენ ერთმანეთს, ოდნავ შეწბუნებულები. არა, რა თქმა უნდა, არა, უპასუხა თამარმა, უბრალოდ ვათვალიერებდით ამ ოთახს. საოცარია, რა გააკეთეთ, თქვა გიორგიმ, როცა ოთახს მოავლო თვალი, ეს არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. ზუსტად ასე ვფიქრობდით ჩვენც, დაეთანხმა თორნიკე. დროა მოვემზადოთ, თქვა სანდრომ, სტუმრები მალე მოვლენ. ისინი გავიდნენ ოთახიდან და გაემართნენ მთავარი დარბაზისკენ. უკვე სტუმრები მოდიოდნენ, ოჯახის წევრები, მეგობრები, ბიზნეს პარტნიორები, ჟურნალისტები. ყველას უნდოდა ენახა რესტორანი, რომელიც აერთიანებდა ოროდესღაც მოკიშპე ოჯახს. თორნიკე იდგა დარბაზის შუაგულში და უყურებდა, როგორ ივსებოდა რესტორანი ხალხით. მის გვერდით იდგა თამარი და ორივე გრძნობდა ამაღლებულ გუნება-განწყობას. ეს იყო არა მხოლოდ რესტორნის გახსნა, არამედ ახალი თავის დასაწყისი. როცა დარბაზი გაივსო, თორნიკემ ყველას სთხოვა ყურადღება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა, დაიწყო მან, ეს რესტორანი არის არა მხოლოდ ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაგემონოთ გემრიელი კერძები, არამედ ეს არის სიმბოლო იმისა, რომ წარსულის ტკივილი შეიძლება გარდაიქმნას მომავლის იმედად. მან მოუყვა სტუმრებს ბერიძეებისა და კახიძეების ისტორია, სურაბისა და მარიამის სიყვარულის ამბავი და ის, თუ როგორ იქნა გამოაშკარავებული სიმართლე მრავალი წლის შემდეგ. ჩვენ გვინდა, რომ ეს რესტორანი იყოს ადგილი, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან, გაიზიარებენ ისტორიებს და იგრძნობენ იმ სიყვარულს, რომელიც ჩვენ ჩავდეთ ყველა დეტალში. მინდა, ჩვენს მენიუში იპოვოთ როგორც ტრადიციული ქართული კერძები, ისე თანამედროვე ინტერპრეტაციები. ეს სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, პატივივცეთ წარსულს და ამავდროულად ვიყუროთ მომავლისკენ. ამის შემდეგ თორნიკემ სიტყვა გადასცა თამარს. როგორც თორნიკემ თქვა, ეს რესტორანი არის სიმბოლო, თქვა თამარმა, სიმბოლო იმისა, რომ სიყვარული და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. სურაბმა და მარიამმა ვერ შეძლეს ერთად ყოფნა, მაგრამ მათი სიყვარული გადარჩა, მათ დღიურებში, მათ შთამომავლებში და ახლა ამ რესტორანში. ჩვენ თორნიკე და მე ვამაყობთ, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ მათი ლეგაცია და ვიყოთ ერთად, როგორც ისინი უნდა ყოფილიყვნენ. ამ სიტყვების შემდეგ თორნიკემ ხელი ჩაავლო თამარს და მაჯაზე კოცნა დააყოლა. დარბაზში ტაში გაისმა. გიორგი და სანდროც გამოვიდნენ წინ. ორივე მამაკაცი თავიანთი ასაკის მიუხედავად ამაყად იდგა. მე და გიორგი ვამაყობთ ჩვენი შვილებით, თქვა სანდრომ, ისინი შეძლეს იმის გაკეთება, რაც ჩვენ ვერ შევძელით, სიმართლის პოვნა და წარსულის ტყვეობიდან თავის დაღწევა. დიახ, დაამატა გიორგიმ, და ჩვენ გვჯერა, რომ ეს რესტორანი იქნება ახალი ტრადიციის დასაწყისი, ტრადიციისა, რომელიც ეფუძნება ერთობას და არა განხეთქილებას. მათი სიტყვების შემდეგ დაიწყო ზეიმი. სტუმრები გემოვნებდნენ თორნიკეს მიერ შექმნილ კერძებს, სვამდნენ ბერიძეებისა და კახიძეების ერთობლივად წარმოებულ ღვინოს, რომელიც ახლად იყო აღდგენილი ძველი რეცეპტით, და იზიარებდნენ ისტორიებს. თორნიკე და თამარი კი, როცა მცირე დრო გამოუთავისუფლდათ, შევიდნენ იმ პატარა ოთახში, სადაც ინახებოდა მათი ოჯახების ისტორია. ისინი იდგნენ ზურაბისა და მარიამის ფოტოსთან და უყურებდნენ წყვილს, რომელთა სიყვარულმაც გაუძლო დროს. ნეტა ვიცოდნენ, რომ მათი სიყვარული არ იყო ამაო, თქვა თამარმა, რომ მათი ისტორია საბოლოოდ გახდა ხიდი ჩვენს ოჯახებს შორის. გონია, რომ იცოდნენ, უპასუხა თორნიკემ, სიყვარული ასეთია, ის მუდამ იმედს იძლევა, რომ ერთ დღეს ყველაფერი კარგად იქნება. თამარმა გაიღიმა და თორნიკეს ხელი მოჰკიდა. მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. ისინი ერთხანს ჩუმად იდგნენ, უყურებდნენ ფოტოს და ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ უცნაურად დაკავშირებულია წარსული, აწმყო და მომავალი. შემდეგ კი დაბრუნდნენ სტუმრებთან, რომ ერთად აღენიშნათ არა მხოლოდ რესტორნის გახსნა, არამედ ახალი თავის დასაწყისი, თავისა, რომელიც ახსავსე იყო სიყვარულით, იმედით და ბედნიერებით.
რესტორანი, რომელსაც ზურამი დაარქვეს ზურაბისა და მარიამის სახელების გაერთიანებით, მალე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი თბილისში. მისი განსაკუთრებული ატმოსფერო, გემრიელი კერძები და ის ისტორია, რომელიც მის უკან იდგა, იზიდავდა სტუმრებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. თორნიკე და თამარი კი ერთი წლის შემდეგ იმავე რესტორანში იქორწინეს, იმ პატარა ოთახში, სადაც ინახებოდა მათი ოჯახების ისტორია. ისინი დადგნენ ზურაბისა და მარიამის ფოტოს წინ და გაცვალეს ფიცი, რომ მათი სიყვარული იქნებოდა ისეთივე ძლიერი და მარადიული, როგორც იყო ზურაბისა და მარიამის სიყვარული. და ასე ორი ოჯახის მტრობა, რომელიც გაგრძელდა თითქმის საუკუნის განმავლობაში, დასრულდა სიყვარულით, რომელიც დაიწყო მრავალი წლის წინ და გაგრძელდა თაობიდან თაობაში, ვიდრე საბოლოოდ არ ჰპოვა თავისი სრულყოფილი გამოხატულება თორნიკესა და თამარის ერთობაში. სინამდვილე, რომელიც მალული იყო მრავალი წლის განმავლობაში, საბოლოოდ გამოაშკარავდა და მოიტანა არა მხოლოდ მშვიდობა და შერიგება, არამედ სიყვარული და ბედნიერება, რომელიც გაგრძელდება მრავალი წლის განმავლობაში. ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის თბილისის თავზე და ზურამის რესტორანში ინთება შუქი, სტუმრები ისმენენ ისტორიას ორი ოჯახის, ორი მიჯნურის და იმ სიყვარულის შესახებ, რომელმაც გაუძლო დროს, ტყუილს და განშორებას. და ეს ისტორია რჩება მათ კულებში, როგორც მტკიცება იმისა, რომ სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს. ხოლო თუ ოდესმე მოხვდებით თბილისში და ეწვევით ზურამის რესტორანს, არ დაგავიწყდეთ, შეხვიდეთ იმ პატარა ოთახში, სადაც ინახება ზურაბისა და მარიამის ისტორია. მოისმინეთ მათი ამბავი, იგრძენით მათი სიყვარული და დარწმუნდით, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს კვდება, ის უბრალოდ ელოდება, რომ ხელახლა აღმოაჩინონ. ძვირფასო მსმენელებო, თუ ეს ისტორია შეგეხოთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და მოგვიყევით, რომელი ქალაქიდან გვისმენთ. ყოველ კვირას ვაზიარებთ ახალ ისტორიებს, რომლებიც გვიჩვენებს სიყვარულისა და იმედის ძალას. თქვენი კომენტარები და მოსაზრებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი ისტორიამდე.